თავარი პროკურორის მოადგილე პარლამენტში ირაკლი შოთაძემ შალვა თათუხაშვილის საქმის დეტალებზე ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის წყობა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. ათია სონღულაშვილი მუშაობს პარლამენტში და ხმაურიანი კომიტეტის წყობის დეტალებზე ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძის განცხადებით დღევანდელი კომიტეტის ხდომით დადასტურდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აინტერესებს თათუხაშვილის გარდაცვალების საქმე და ისინი არიან დაკავებული პოლიტიკური სპეკულაციით. რამდენიმე წუთის წინ კი პრესკონფერენცია გაიმართა თავად საპარლამენტო უმცირესობაში, მათ დაადანაშაულეს შოთაძე ტყუილის დემონსტრირებაში და წარმოადგინეს ასევე ის 16 კითხვა, რომელიც სურდათ რომ დაესვათ დღევანდელ კომიტეტზე. კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მეკაბესელიამ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ პროცესში ჩართულები აღარ იქნებიან უმცირესობის წევრები. იმის შესაძლებლობასაც კი არ იძლევია, რომ კითხვებზე პასუხი გასცეს ადამიანმა ნორმალური. შესაბამისად, მათი мотиваცია ძალიან აშკარა არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ კონკრეტულ პასუხებს ვცემთ, ისინი გადადიან სხვა საკითხებზე, ყვირიან, ჩხუბობენ, ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ ადამიანს და შესაბამისად ეს არ არის მუშაობის რეჟიმი და აქ შეუძლებელი არის რამე რეალურ და სერიოზულ პასუხების გაცემაზე და კითხვებზე საუბარი. პირველივე კითხვაზე პასუხი ვერ გასცა პროკურორმა და შემდეგ კიდე და ხალბატონმა ანანამ თქვა, რომ უნდა დაიხუროს ხდომა, იმიტომ რომ გაუჭირდათ როგორც ჩანს კითხვების გაცემა. მეორე კითხვაზე საერთოდ დაიხურა, იმიტომ რომ პროკურორს უბრალოდ არ ქონდა პასუხი. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ მიეღოთ ინფორმაცია, მაგრამ ნახეთ, რომ არ აინტერესებთ ეს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 საათის შემდეგ ხდომა დავასრულეთ, ჩვენ გავაგრძელებთ კომიტეტი მუშაობას პროკურატურასთან, ყველა საჭირო ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ ბუნებრივია ვერ მივცემთ ვერავის საშუალებას, რომ მასკარადი დაიდგა აქ და ადამიანების ტრაგედიით დაიწყოს მანიპულაციები. თუ აინტერესებდათ ინფორმაციის მიღება, ეს შესაძლებლობა ჩვენ მივეცით. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ეს ინტერესი არ აქვს. ამიტომ ვიმუშავებთ ჩვენ პროკურატურასთან ნორმალურ რეჟიმში და არა ესე პოლიტიკური, მასაც უმსგავსებლად. რაც შეეხება უშუალოდ კომიტეტს, ის მიმდინარეობდა 1 საათი და 15 წუთი და ამ ხნის განმავლობაში კომიტეტზე იყო ხმაური. პირველი კამათის თემა იყო პროცედურა, თუ როგორ წარიმართებოდა დღევანდელი ხდომა. ამის შემდეგ უკვე დებატები გამოიწვია თავად შოთაძის მოხსენებამ, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მწვავე დაპირისპირების საგანი კი გახდა დღევანდელ კომიტეტზე ნათუხის სპეცოპერაციის კადრების გაშვება. ნახავთ ვიდეო მასალას და შემდეგ დავიწყებთ კითხვების დასმას. იქნებს ვაჩვენოთ, ვისაც არ გაინტერესებთ, ნუ უყურებთ. ესა ნათუხის სპეცოპერაციის კადრი. განმარტებას გავაკეთებ ამ ჩანაწერში. არ გაინტერესებთ? რაც იშთავს რა მასკარადები? ნუ ყვირი ხართ რა, არ გაინტერესებთ? გაწყობდი. ამ გარემოებებზე მისცა შალვა თათუხაშვილმა ჩვენ უყვირი ხართ. მე მანდატურს ვთხოვ, დაატოვებინეთ დარბაზი, ვინც ადგილიდან ყვირის. ვისაც არ გაინტერესებთ ამ კადრების ნახვა და იმ გადაცული ადამიანების ბედა, მხოლოდ თქვენი პოლიტიკური სპეკულაციები გაინტერესებთ, მიბრძანდით. ბატონებო, ეს არის კომიტეტი. მიბრძანდით, თუ არ გაინტერესებთ რა. ნუ გადავიყვანთ ყველაფერს შუბში და დაპირისპირებაში. ჩამოატარებინეთ კომიტეტის ხდომა. თუ ჩობე გვინდა აზრი არა აქვს. მე ხა იძულებული ვიქნები
იძულებული ვიქნები შევწყვიტო კომიტეტის ხდომა. ეგიდოდათ ქალბატონო ეკა რომ შეგეწყვიტათ კომიტეტის ხდომა, მაგითო გააკეთეთ ყველაფერი. ვიწყვირის ადგილიდან. ვის თაობაზე? თქვენ ახალაი არის წოლები. ფაქტობრივი მასალა უნდა დაახო. ჩვენ ვჭირდება მტკიცებულებების დახვა. რის მტკიცებულება გჭირდება? თათუხაშვილის საქმეზე შეკითხვები დაგვასმევინე თუ შეიძლება. მიმიყვანეთ იქამდე რომ შეკითხვები დავსვათ. ირაკლი შოთაძის მოხსენების შემდეგ deputatები გადავიდნენ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. ამ დროსაც იყო ხმაური კომიტეტზე და deputatებმა მხოლოდ რამდენიმე კითხვის დასმა მოახერხეს. ბრძანეთ რომ ჩაატარეთ გამოძიება და ამ გამოძიების თანახმად თათუხაშვილი 25-ში ფანჯრიდან გაეპარა იმ დაცვას, რომელიც იყო იქ როგორც დაცვის პროგრამაში ჩართულ პირთან. დღეს თქვენ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეთ. მე ოჯახმა მითხრა და აი აქ მაქვს ყველა ფოტოსურათი, რომელსაც შემდეგ ჟურნალისტებს ვაჩვენებ აუცილებლად. მე აქ მაქვს აბსოლუტურად ყველა ფანჯარა, ყველა კარები. ბატონო ირაკლი, ამ სახლში არც ერთი ფანჯარა არ არის უძრავი გისოსების გარეშე. მე მაინტერესებს კონკრეტულად მითხრათ, რომელი ფანჯრიდან გადაიპარა და მე მაინტერესებს ხალბატონო ეკა, თუნდაც თქვენთან ერთად წავიდეთ ან ძნელაშვილი, ან თქვენ ბატონო ირაკლი, ან გილაური, როგორ გაძვრებით ამ ფანჯრებიდან ჩავატაროთ ექსპერიმენტი. მითხარით, რომელი ფანჯრიდან გადაიპარა. ყველა აქ მაქვს სურათი გადმოგცემთ. კი ბატონო, მოგახსენებთ, ჩვენ არ ჩაგვიტარები არანაირი შეთქვით, პერიფრაზი. თუ გნებავთ პასუხი მიიღოთ, მომისმინეთ, თუ არ გნებავთ ვერ გაგცემთ პასუხს. კარგი, დაზუსტებისთვის. ისა. ხალხო უკაცრავად და მოусმენთ პასუხს? რა თქმა უნდა. კი ბატონო, მოისმინეთ პასუხს. თქვენ ისეთი კაცის მიყვანილი ხართ. პროკურატურაში როგორ არ გამორთეთ მიკროფონი რა, გამორთეთ მიკროფონი. სმეთ. მიკროფონი გამორთეთ ქალბატონო ირმა. ძანეთ. მოგახსენებთ, რომ ჩვენ არ ჩაგვიტარებია ექსპერიმენტი და საგამოძიებო ექსპერიმენტი კონკრეტულად მისი ჩვენების გადასამოწმებლად, რომელი ფანჯრიდან გაიქცა და როგორ გაიქცა და ჩვენ დავეყრდენით მის ჩვენებას, რომ იგი გაიქცა ფანჯრიდან. თუმცა ამასთან დაკავშირებით ერთი წამით გაკეთდა ოჯახის წევრების მხრიდან არაერთი განცხადება, რომელშიც თვითონ ოჯახის წევრებიც აფიქსირებდნენ, რომ ფანჯრიდან გაიქცაო. ასე რომ გამოძიება ამ კუთხით არ წასულა, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება ამ ვერსიის გადამოწმება. მაშინ ბატონო ირაკლი, ქალბატონო ეკა, გთავაზობთ ერთად წავიდეთ იმ სახლში და ბატონი შოთაძე გადაძვრეს იმ ფანჯრებიდან. მე წამოვალ თქვენთან ერთად. მოდით სიტყვით კორექტულად. ხალხნერმა ქალბატონო ეკა, კითხვა, ოდი სიტყვები. ეხლა იტყვები თუ გუში როცა მითხარით რომ გამოძიება ჩაატარეთ. თქვენ აღნიშნეთ რომ თათუხაშვილმა მოითხოვა დაცვა. სად არის მისი ხელმოწერა ამ მოთხოვნაზე? ადამიანი ითხოვს დაცვას და მისი ხელმოწერა აქ არ არის, რამდენადაც მე გუშინ გავიგე ეს. აღნიშნული დაფიქსირებული არის ორი ადვოკატის მიერ, კონკრეტულად და თვითონ თათუხაშვილის მიერ, რომ მათ მოითხოვეს ეს დაცვის ღონისძიება. არის დაკითხვის ოქმები ნახეთ და არის ზედ ხელმოწერები, როგორც თათუხაშვილის, ისევე ორივე ადვოკატის, რომლებიც ითხოვენ დაცვის ღონისძიებას. რაც შეეხება დაცვის ღონისძიების გამოყენებას, ამას აქვს შესაბამისი პროცედურები და შეგიძლიათ გაეცნოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.